პროექტის საფუძველი გახდა გაკვეთილი თემაზე გერმანიის ისტორიული სიმბოლო რაიხსტაგი და მისი ანალოგი ქართულ არქიტექტურაში. საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის ვირტუალური ტური რაიხსტაგის შენობაში, რის მოწმენის შემდეგაც მოსწავლეებმა უპასუხეს სხვადასხვა შეკითხვებს. Hallo, mein Name ist Bertha Brot aus dem Kita. Herzlich willkommen. დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ მოსწავლეები ასევე საპროექტო ადგილებს პროგრამის Google დედამიწა. რაიხსტაგის შენობა სხვა ხედით მოცემული აქ ამ ფოტოზე წინიდან და ანა ფრანკის სახლი ამსტერდამში, რომელიც ასევე საპროექტო თემის ნაწილი იყო. მასალის უფრო სიღრმისეულად შესწავლის მიზნით მოსწავლეებმა იმუშავეს ორი თემის ირგვლივ. რაიხსტაგი წარსული და აზმყო, რომელიც პრეზენტირებაც მოახდინეს PowerPoint-ის პროგრამით, მათ მოეძიეს საინტერესო ინფორმაციები და ასევე მათ შორის ფოტოები რაიხსტაგის შენობის სარდაფში, სადაც აღბეჭდილია ქართველი ჯარისკაცის ომის დროინდელი ხელმოწერა. Აი ამ ადგილზე სწორედ მოცემულია და მოსწავლეებმა ამას განსაკუთრებულად ხაზი გაუსვეს ვინმე ჯაშის ხელმოწერა თბილისიდან. ვეტერანთა სახელობითი სიაც მოიძიეს მოსწავლეებმა გორის ვეტერანთა საზოგადოებაში. მათ უნდათ მოეძებნათ ჯარისკაცი, რომელიც ნამყოფი იქნებოდა ომის დროს რაიხსტაგის შენობაში და რამე ეცოდინებოდა იმ ხელნაწერების შესახებ, რომელიც რაიხსტაგის კედლებზეა მოცემული. მეორეს თუმცა ვერ იპოვეს მოსწავლეებმა ვერც ერთი ვეტერანი ისეთი, რომელიც ნამყოფი იქნებოდა რაიხსტაგში ომის პერიოდში. მეორე საპროექტო თემა იყო ანა ფრანკი, ებრაელი გოგონას სევდიანი ისტორია. მოსწავლეებმა ჩაწერეს მოკლე ვიდეოფილმები ანა ფრანკის შესახებ, სადაც თავად კითხულობენ ნათხვედებს ანა ფრანკის დღიურებიდან. შემდეგ ეს ვიდეო ატვირთეს YouTube-ზე. მათ მოიძიეს ასევე ერთადერთი არსებული ვიდეო ანა ფრანკზე, რომელმაც უფრო ახლობელი გახადა თანატოლი გოგონას ისტორია. მე გიჩვენოთ იმ ერთადერთ ვიდეოს, რომლის მოძებნაც შეძლეს მოსწავლეებმა, რომელშიც მოცემულია ანა ფრანკი.